მე მირჩენია დავიწყოთ უკრაინით, იმიტომ რომ არაადეკვატურია ეს ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელიც ერთი საუკუნეა, კი არა, უბრალოდ მეორე საუკუნეა მუშაობს საქართველოში. მათ შორის ჩემი მონაწილეობით და კიდევ რომ იმ თემებზე გვიწევს საუბარი, მე მგონი დიდი სირცხვილია, მაგრამ ეს არის რეალობა და ამას ვერსად გავიქცევით. უკრაინა, მე ვფიქრობ, არა მარტო ქართული დემოკრატიისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ის, რაც უკრაინაში ხდება, არამედ ზოგადად აღმოსავლეთ ევროპაში იქნება, ზოგადად ევროპაში იქნება თუ მსოფლიოში დემოკრატიული პროცესებისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ შეიძლება ბევრი მოსაზრება მოვისმინოთ იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ ვითარდება ეს პროცესები, ვისი ბრალეულობა, ვიღაც ევროპას აკრიტიკებს, ვიღაც ამერიკის შეერთებულ შტატებს, ყველაზე მეტი კრიტიკა ამ შემთხვევაში რუსეთის მიმართ არის მიმართული, რომელიც უხეშად ერევა მეზობელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში. ბევრს ვკამათობთ იმის თაობაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლებას როგორი მკაფიო, პრინციპული, თუ შედარებით რბილი და მოზომილი პოზიცია უნდა ქონდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. შესაძლოა მოსაზრებების უდიდეს ნაწილს ქონდეს არსებობის უფლება, მაგრამ ერთი რეალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. თუ წინა საუკუნეში საბჭოეთის ნგრევის ცეცხლის ხაზმა გაიარა საქართველოზე და 9 აპრილი იყო ამის ძალიან ცხადი დადასტურება, საქართველომ გაიღო სერიოზული მსხვერპლი მაშინ იმისთვის, რომ ტოტალიტარული რეჟიმი საბჭოეთის სახით დასრულებულიყო და დაწყებულიყო ახალი ცხოვრება, ახალი რეალობა, ახალი პერსპექტივა იმ სახელმწიფოებისათვის, იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც ძალდატანებით იყვნენ გაერთიანებული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების ბანაკში. დღეს ახალი რეალობა არის 21 საუკუნეში, კვლავ აქტუალურია საბჭოეთის რეანიმაციის იდეა. ამ იდეის ავტორი გახლავთ რუსეთი და მისი დღევანდელი ხელისუფლება და კერძოდ პრეზიდენტი პუტინი და როგორც საბჭოეთში ძალით იყო შეყვანილი საბჭოთა რესპუბლიკების უდიდესი ნაწილი, ისე დღეს რეანიმირებულ საბჭოეთში ძალით უპირებენ შეყვანას მთელ რიგ ქვეყნებს და სამწუხაროდ ამ ქვეყნების რიგში მოიაზრება საქართველოც. დღეს ისე მოხდა, ბედმა ის ასე გადაწყვიტა, რომ უკრაინაზე გადის ცეცხლის ხაზი. ცეცხლის ხაზი, რომელიც ევროპულ ღირებულებებს, თავისუფლების იდეასა და საბჭოეთის რეანიმაციას შორის არსებობს. სწორედ აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ მართლად ჩვენი ქვეყნის მომავალს ვხედავთ ევროპულ სივრცეში, თუ ჩვენი ქვეყნისათვის ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ევროპული პერსპექტივა და თავისუფლების იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას შეეწირა საქართველოში თაობების მთელი წყება შეიძლება ითქვას, ამიტომ ჩვენ ძალიან გვმართებს სერიოზული თანადგომა და სერიოზული სოლიდარობის გამოცხადება უკრაინელი ხალხისათვის. იქ არ არის არანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, იქ არის დაპირისპირება ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ხელისუფლებას, რომელმაც საკუთარი ხალხის ლიდერობას არჩია ყოფილიყო კრემლის რჩეული და კრემლის მარიონეტი. აქედან გამომდინარე, ერთის მხრივ საქმე ძალიან რთულად არის, იმიტომ რომ მსხვერპლი დიდია, ტრაგიკული მოვლენები ვითარდება ქვეყანაში, მაგრამ ამავე დროს ძალიან მარტივად არის. ჩვენ საქმე გვაქვს ერთ-ერთ უკანასკნელ უძალო მმართველთან, დიქტატორის წოდებაც გამიჭირდებოდა, რომელსაც უნდა რომ ოფიციალური თუ არაოფიციალური ძალოვანი სტრუქტურებით ჩაახშოს ხალხის თავისუფალი არჩევანი. ამ ეტაპზე, როგორც არ უნდა დამთავრდეს ევრომაიდანზე მოვლენები, მე მგონია, რომ ეს მაინც უკრაინელი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება, იანუკოვიჩი არის ძალიან სერიოზულად წაგებული ისტორიის წინაშე და ის ამ წაგებას ვეღარ შემოატრიალებს და კრემლს თუ უნდა რომ ასეთი რჩეულები ყავდეს, ასეთი რჩეულებით როგორ ერთობასაც შექმნის, ალბათ იმაზეც წარმოდგენა უნდა გქონდეს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს და იმედი მაქვს, რომ ასე ფიქრობს, რომ ჩვენი კურსი შეუქცევადად ურყევი უნდა იყოს ევროპული არჩევანის კუთხით და მიმართულებით, მათ შეუძლიათ გააკეთონ ძალიან პრინციპული,
ან შედარებით პოლიტიკურად მოზომილი განცხადებები, მაგრამ არც ერთი წამით არ გადაუხვიონ მართლაც რეალური მხარდაჭერისაგან უკრაინელი ხალხის და რაც მთავარია საკუთარი ხალხის არჩევანის მხარდაჭერისაგან, ქართველი ხალხის მხარდაჭერის არჩევანისაგან. ეს ის თემა, სადაც ჩვენ ახლა სხვა თემებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ ხელისუფლებასთან სერიოზულ დაპირისპირებაზე, მაგრამ ეს თემა არის ნაციონალური იდეის დონეზე აყვანილი თემა და ამას ძალიან სერიოზულად ჭირდება ეროვნული კონსოლიდაცია. მე ვფიქრობ, საქართველოსთვის ძალიან ცხადი გაკვეთილი უნდა იყოს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, რომ ჩვენ ვიყოთ ფრთხილად, ჩვენ ვიყოთ ძალიან გონიერები მთელ ამ პროცესში და გქონდეს განცდა ეროვნული ერთიანობისა, რომ ამ დროს ვიღაცამ გარედან ან შიგნითაც შეიძლება იყოს ვიღაც ამის მოსურნე, არ აურიოს სიტუაცია და საქართველო არ ააცდინოს თავისი ნამდვილი გეზისაგან. კიდევ ერთხელ დიდი თანადგომა და დიდი წუხარება დაღუპული ადამიანების ოჯახებს უკრაინაში და ძალიან სერიოზული ემოციური თანადგომა ჩვენი მათ, იმიტომ რომ ისინი არა მარტო საკუთარი ქვეყნის ბედისათვის იბრძვიან. იცით, ახლა თბილისში განვითარებული მოვლენები მე შემთხვევით არ მიხსენებია 9 აპრილი და შემეძლო მეხსენებინა ნებისმიერი სხვა მოვლენა და ბევრი ასეთი დაპირისპირება ყოფილა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია და ძალიან მძიმე რამ არის, როდესაც ხელისუფლება ისე უპირისპირდება საკუთარ ხალხს, რომელსაც მსხვერპლი მოყვება და ასეთი ხელისუფლებები ყოველთვის ცუდად ამთავრებენ. მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ევრომაიდანის ზე მიმდინარე მოვლენები დღეს რამესთან შევადაროთ და ამითი, ასე ვთქვათ, დაბლა დავწიოთ ის ნიშნული, ის ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, მათგან მონიშნული სიმაღლე, რომელიც კიდევ ვიმეორებ, არ არის მარტო მათი ბრძოლის, მათი ქვეყნის ბრძოლა და მათი ხალხის ბრძოლა. ეს არის საქართველოსი და ყველა იმ ქვეყნის ბრძოლა, რომელიც საკუთარ მომავალს ხედავს. დიახ, მე შეგნებულად გავავლე სწორედ ეს პარალელი, იმიტომ რომ მაშინაც გლობალურ მოვლენასთან გქონდა საქმე და კიდევ ვიმეორებ, ეს გლობალური მოვლენა იყო საბჭოეთის ნგრევა და დღესაც ევრომაიდანზე რაც ხდება უკრაინაში, კიევში რაც ხდება, ეს არის ასევე გლობალური მოვლენა და ეს გლობალური მოვლენა უკავშირდება თავისუფლების ევროპული არჩევანის იდეისა და საბჭოეთის რეანიმირების იდეას შორის ბრძოლას და ასე რომ არ ღირს გლობალური მოვლენები დავაპირისპიროთ რაიმე სხვა, რაც არ უნდა ტრაგიკული და ამ შემთხვევაში ძალიან ტრაგიკული იყო ის მოვლენები, რომლებზეც თქვენ დამოსვით შეკითხვა. იცით, მე არაერთხელ ღიად გამომითქვამს წუხილიც და გაკვირვებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ხელისუფლების საგარეო ვიზიტები იყო ძალიან შეზღუდული და მე ძალიან მაშინებდა ეს პროცესი, იმიტომ რომ ერთია ის ურთიერთობები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობები ჩამოყალიბდა, მაგრამ ამ ურთიერთობებს ყოველთვის ჭირდება ახალი სამუშაოს გაწევა, ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება, მით უმეტეს ახალი ხელისუფლების პირობებში. მე მახარებს ძალიან, რომ ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ორმხრივ თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან გააღრმავებს და ახალნიშნულზე აიყვანს და მე მაქვს განცდა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები, საერთოდ აი რაღაცა მსოფლიოში არსებული მოვლენები ქმნის იმის სერიოზულ შანსს, რომ საქართველომ და საქართველოს მდგომარეობაში მყოფმა რამოდენიმე ქვეყანამ კარგი გაგებით ისარგებლოს, აი ამ სიტუაციამ განაპირობოს ის, რომ უფრო დაჩქარდეს ჩვენს მიმართ ევროპული საზოგადოებისაგან და დასავლეთისაგან გადმოდგმული ნაბიჯები და ჩვენც ამითი ძალიან გონივრულად უნდა ვისარგებლოთ, რომ რაც უფრო
მეტად მოვითხოვთ, რაც უფრო მეტად მოწადინებული ვიქნებით და რაც უფრო მეტ და პრინციპულ ნაბიჯს გადავდგამთ ამ მიმართულებით, შესაძლოა ეს იყოს სწორედ საქართველოსთვის ისტორიული შანსის რეალიზების შესაძლებლობა. ეს არის სისტემა, კიდევ ვიმეორებ, სადაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა გქონდეს ჩვენი მხარდაჭერის იმედი. იმიტომ რომ ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს თემა არის ასე ვთქვათ, პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი და თუ ჩვენ ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს პატივს ვცემთ, ამ შემთხვევაში ყველა ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ სწორედ ის, რომ ამ ისტორიული არჩევანისაგან, ამ ისტორიული ხაზისაგან არ გადაუხვიოს. დანარჩენი საოპონირო იმდენი თემა არის საქართველოში და იმდენი პრობლემა არსებობს, მათ შორის ამ ჭრილშიც დასანახი, რომ ცხადია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ასე ვთქვათ, დალხინებული ურთიერთობა, ბჭყალებში დალხინებული ურთიერთობა ცხადია ვერ იქნება. ეს თემა მე არაერთხელ მithქვამს, რომ უკავშირდება როგორი საარჩევნო გარემო ჩამოყალიბდება საბოლოო ჯამში. თქვენ იცით, წეგან ეს შეკითხვა როდესაც დამისვით, მე მართლა გულწრფელად მერიდება იმ თემებზე კიდევ ლაპარაკი, რომელ თემებზეც ლაპარაკობდით შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში, ანუ მოქალაქეთა კავშირის დროს ლაპარაკობდით ნაციონალური მოძრაობის პირობებში და არაერთი, ასე ვთქვათ, რადიკალური აქცია მიეძღვნა ამ ყველაფერს, მათ შორის შიმშილობის აქციაც და სამწუხაროდ გვიწევს დღეს იმ ხელისუფლების პირობებშიც ლაპარაკი, რომელი ხელისუფლების წარმომადგენლები შიმშილობდნენ იმ კოდექსის წინააღმდეგ, რომელსაც დღეს იცავენ გააფთრებით. ეს არის ძალიან ცუდი, მე ვფიქრობ, ეს არის ტრაგიკული, რადგანაც პოლიტიკაში მყოფ ადამიანებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებთ თავიანთი პრინციპული მოსაზრებების დაცვის თვალსაზრისით და ხელისუფლებაში ან ოპოზიციაში ყოფნის დროს ეს მოსაზრებები არ უნდა იცვლებოდეს. აქედან გამომდინარე, ხა ეს ლაპარაკი ერთიანობაზე, სხვადასხვა კოალიციებზე დაწყებულია სადღაც შემოდგომის პერიოდიდან. არიან პოლიტიკოსების წყება, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ამ თემაზე უფრო მეტი ილაპარაკონ, ვიდრე რაღაცა რეალური ნაბიჯები იდგმებოდეს. ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობთ ინტერფრაქციულ და ინტერპარტიულ ფორმატში, იცით, დაახლოებით 10 პოლიტიკური ძალა. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენ მოვახერხეთ რაღაცების გატანა და ხელისუფლებამ რაც არ უნდა სათავისოდ ჩაითვალოს ინიციატივა 50%-თან დაკავშირებით, ეს ამ ბრძოლის შედეგია, რომელსაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც აქტიურად დაუჭირა მხარი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მარტო ეს ნაბიჯი არ გადაიდგმება, ან ამ ნაბიჯის პარალელურად რაღაცა ისეთი გვერდიდან შემოცურებული ნორმები არ ჩაიდება, რომელიც გააუფერულებს აბსოლუტურად 50%-იანი ბარიერის შემოტანას და სხვა მხრივ გააჩენს პრობლემებს. იმედი მაქვს, რომ მრავალმანდატიანი ოლქების მიმართულებითაც გადაიდგმება ნაბიჯები, აი ის რომ საკრებულოსში კენჭისყრის უფლება ჩამოართვეს მერებსა და გამგებლებს და გვეუბნებიან ეს როგორ შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ მე პირადად რამოდენიმეჯერ მივიღე მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ ვიყავი საარჩევნო სიაშიც. ეს არის ჩვეულებრივი პროპორციულ სიაში. თუ იმარჯვებ მაჟორიტარულ ოლქში, მაშინ შენს მაგივრად სხვა ინაცვლებს იმ პროპორციულ სიაში, თუ არ იმარჯვებ მაჟორიტარულ ოლქში, მაშინ შენ ხარ პოლიტიკური სახე, შენი პოლიტიკური გუნდისათვის და ბუნებრივია არ რჩები ასე ვთქვათ პროპორციული სიის მიღმაც. ზუსტად იგივე ხდება ახლა მერებისა და გამგებლების დროსაც, რომ წარმოიდგინეთ რაიონში ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ყავს გამოკვეთილი ლიდერი თავისი ორგანიზაციისა და მას უნდა მისცეს ესეთი არჩევანი, რომ შენ იყრი კენჭს გამგებლის ან მერის პოსტზე და ეს ერთ ადამიანს როცა ირჩევ, წაგება მოგების ამბავია, ხო, შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო, მაგრამ თუ წააგო ამ ადამიანმა და სიტყვაზე წააგო, მიიღო 40%, 42%, მაგრამ წააგო, ხო? ადამიანი, რომელიც იღებს 40-42%, იმას ეუბნები, რომ ის საერთოდ პოლიტიკის მიღმა უნდა დარჩეს და საკრებულოს წევრიც აღარ იყოს და იქ აღარ განახორციელოს თავისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ხედვები და თავისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა არ გააგრძელოს და ვიღაც ხვები შევიდნენ მის ხარჯზე, რომელიც მისი გუნდის წევრები იქნებიან, მაგრამ ის არის გამოკვეთილი ლიდერი და მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა და ამ
იმისთვის არის ჩადებული სწორედ ეს ნორმა შემოპარებული, ამ ნორმაზე არასოდეს ლაპარაკი არ ყოფილა მთელი ამ პროცესის განმავლობაში, რომ სწორედ ასეთმა გამოკვეთილმა კანდიდატურებმა არ აირჩიონ და არ იყარონ კენჭი და ამით არ შექმნან რეალური კონკურენცია და ჩვენ 50%-იანი ბარიერიც, მრავალმანდატიანი ოლქებით და ყველა სხვა თემაც, რომელსაც ვითხოვდით და რომლის თაობაზეც დიალოგი მიდიოდა ხელისუფლებასთან, გვინდოდა სწორედ იმისთვის, რომ კონკურენტული საარჩევნო გარემო შეგვექმნა და არა ვიღაცისთვის წინასწარ გამარჯვებული, გარანტირებული გარემო და აქედან გამომდინარე მე ვიტყვი, რომ ღარიბაშვილმა გადადგა ეფექტური ნაბიჯი და სხვათა შორის აჯობა ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერს, რომელიც დღეს პარლამენტშია თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმოდგენილი და ვინც თავიდან ითხოვდა 50%-იან ბარიერს და მერე გადააბრუნეს ფირფიტები, პოლიტიკურად მოუგო და ეხლა მაინც მოვიდნენ გონს ცოტა, რომ ის იდეები დაიცვან, ის პრინციპები დაიცვან, რომლისთვისაც წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის და უფრო წინა ხელისუფლების პირობებშიც იბრძოდნენ. არ ვფიქრობთ, რომ ეს საკითხს გავეკეცი. 2 კვირა არის დარჩენილი ალბათ ამ საკითხების გადაწყვეტამდე. ჩვენ ყოველდღიურად მაინც ვართ კიდევ მოლოდინის რეჟიმში, იმიტომ რომ თითოეული პარტია ფიქრობს, თუ ასე იქნება კანონში ასახული, მაშინ როგორ მოუწევს მოქმედება, თუ სხვანაირად იქნება ასახული, როგორ მოუწევს. ჩვენ ფიქრობთ კოალიციაზე, არ დაგიმალავთ, გარკვეული საუბრებიც იყო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ამ საუბრების იქეთ საქმე არ წასულა. ასე რომ მე არ მინდა წინასწარ ვილაპარაკო მედიასთან და მე რაღაცა საქმე არ გამოვიდეს ან დაზიანდეს ამითი. ეს არ არის არავისთვის არც ქულების ჩაწერის თემა და არც რაღაცა იდეის მონოპოლიზების თემა. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა სხვადასხვანაირად ხედავს ამ თემას. ჩვენ თუ მოვძებნეთ შეხების წერტილები იმ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც გვექნება მეტნაკლებად საერთო ხედვები ჩამოყალიბებული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იძლევა ცოტა უფრო მეტი გაშლის შესაძლებლობას, ვიდრე ვთქვათ საპარლამენტო არჩევნები, სადაც მკაფიოდ, ასე ვთქვათ, მსოფლმხედველობრივ ხედვაზეა ყველაფერი აწყობილი, მაგრამ მაინც მე არ გაუსწრებ წინ მოვლენებს ამასთან დაკავშირებით და თუ კი რაიმე რეალური გამოიკვეთება, ამ თვეში მე ამას არ ვარაუდობ ნამდვილად, ალბათ ეს უფრო მარტის თვეში იქნება, ცხადია, თქვენ იქნებით პირველი ადრესატები, ვისთანაც ეს იქნება ნათქვამი. ჩვენი პოზიცია ცნობილია, იქ ასე ვთქვათ, ყოფილ უმრავლესობასა და დღევანდელ უმრავლესობას ვინც არ მიეკუთვნება, არის 2 დეპუტატი ასეთი, მამუკა კაცდაძე და კახა კუკავა, იცით რომ მათ ჰქონდათ ამ საკითხში ჩართვის მცდელობა მოგვარების თვალსაზრისით და რამოდენიმე წინადადება იქნა შეთავაზებული, როგორც მერიის მიმართ, ისე საკრებულოს მიმართ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ თავდაპირველი ბიუჯეტი, რომელიც იყო წარმოდგენილი მერიის მხრიდან, იყო მართლაც გაუწერელი და მე აღარ გავაგრძელებ ახლა რას გულისხმობ ამაში, ბევრმა იცით ამის თაობაზე, ბევრი ითქვა, მაგრამ შემდგომში უკვე ეს პროცესი მართლაც დაემსგავსა ხელის გადაგრეხვის პრინციპს და თუ დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, რომ ნაციონალურ მოძრაობას და დღევანდელ მერიის შემადგენლობას აქვს ბიუჯეტის კონტროლის სურვილი საარჩევნოდ და ეს შორს არ არის სიმართლისაგან, დღევანდელ ხელისუფლებასაც ბუნებრივი აქვს სურვილი, რომ ის ბერკეტები მათ ხელში იყოს და არა მათი, ასე ვთქვათ, მათთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის ხელში. ეს სამწუხაროდ მოხდა ისე, რომ მართლაც თბილისელების და თბილისელების ინტერესის ხარჯზე ხორციელდება და ამ შემთხვევაში ერთი პოლიტიკური ძალაც, ყოფილი ხელისუფლება და დღევანდელი ხელისუფლება, ერთი აღმასრულებელშია და მეორე საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმოდგენილი, ორივე სერიოზულად სწოდავს, იმიტომ რომ ეს იქცა საჯილდაო ვთქვათ, პოპულიზმის, ასე ვთქვათ, გაჯიბრების წყაროთ და ამაში დაზარავდა თბილისელების ინტერესები. ჩვენი სურვილი იყო, ჩვენი შეთავაზება იყო და ჩვენი წინადადება იყო ასეთი, რომ განხორციელებულიყო გარკვეული ცვლილება კანონში, უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობა მისცემოდა საკრებულოს და ასე ჩამთავრებულიყო ის დარჩენილი
ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ერთი მხარეც და მეორე მხარეც ამ შემთხვევაში უფრო უყურებს, ვინ უფრო დააზარალებს მეორე მხარეს მთელი ამ პერიპეტიებიდან და ის რომ ამ შემთხვევაში თბილისი და თბილისელების ინტერესები ზიანდება, სამწუხაროდ მათთვის გადავიდა მეორე პლანზე, რაც ძალიან ცუდია. დიდი მადლობა. იცით, მე ხაზი არ გაუსვი შემთხვევით იმ ამბავს, რომ დღეს ისეთი პოლიტიკური ვითარება არის შექმნილი, რომ ჩვენი ნათქვამი სიტყვა ბევრად უფრო წონადი შეიძლება გახდეს საერთაშორისო საზოგადოებისათვის, იმიტომ რომ მათი განწყობა და მათი, ასე ვთქვათ, შეხედულებებიც რაღაცნაირად არის ორიენტირებული იმაზე, რომ უფრო სწრაფად განვითარდეს პროცესები მთელ რიგ ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენთვის ეს არის სერიოზული შანსი. მე რა თქმა უნდა მერჩივნა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელს უფრო ეფექტურად ესაუბრა საქართველოს თემაზე და უფრო მკაფიო მესიჯები ეთქვა, მაგრამ ვერც იმას ვერ ვიტყვი, რომ აი კატასტროფულად დააშავა რამე და რაღაცა ისეთი თქვა, რომელიც ქვეყნის სასიცოცხლო და სახელმწიფოებრივ ინტერესებს ძალიან დააზარალებდა. აქედან გამომდინარე ვამბობ მე, რომ თუ ერთია ეფექტურად თქმას რამდენად ახერხებს, ახლა ზოგი ახერხებს, ზოგი ვერ ახერხებს, შესაძლოა ამ შემთხვევაში ამასთან გქონდეს საქმე. თუ საქმით არ გადაუხოს ჩვენი ხელისუფლება ამ ასე ვთქვათ გზას, შეიძლება მჭერმეტყველი ბევრი იყოს, მაგრამ საქმე არ გამოდიოდეს, მაგრამ ნაბიჯები გადაიდგას ისეთი იმ მიმართულებით, რაც ჩვენ სასიცოცხლოდ მიგვაჩნია და ამან გამოიღოს სერიოზული ეფექტი. მე ძალიან მაშფოთებ და გეუბნებით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ ივანიშვილის დროს სერიოზულად გაიწელა, მერე საერთოდ გადაიდო ეს პროცესი და მაწუხებდა ეს თემა ძალიან და აქედან გამომდინარე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკაში ჩასული დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ყოველ შემთხვევაში ქართველი ხალხის არჩევანის, ქართველი ხალხის განწყობისა და დღევანდელი ხელისუფლების დეკლარირებულ განწყობებზე სწორად ისაუბრებს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდანაც ეს მესიჯები სწორად იქნება გაგებული. დიდი იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველა მოვლენას ამ ჭრილში დავინახავთ, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ ამ არჩევნებში გამარჯვებულ ძალებს ჰქონდეთ ლეგიტიმაცია. ხელისუფლებას ნუ გაუჩნდება დღეს უკვე ეტყობათ მათ კოჭებში ეს სურვილი, რომ ყველგან მათ უნდა გაიმარჯვა. არ არის ტრაგედია თუ რომელიმე რაიონში, რომელიმე რეგიონში გაიმარჯვებს სხვა პოლიტიკური ძალა. შევეგუოთ ამას, რომ პოლიტიკური თანაცხოვრება პოლიტიკურ ძალებს შორის შეიძლება და არ არის აუცილებელი, რომ ერთი დომინანტური პოლიტიკური ძალა არსებობდეს მხოლოდ და მას ემორჩილებოდეს, მის ნებასურვილზე იყოს ყველაფერი აწყობილი. დავინახეთ, რომ არ არის ეს პოლიტიკური ძალა ისე ეფექტური, რომ ყველგან ყველა მიმართულებით უპრობლემოდ მართავდეს ქვეყანას და დაუშვათ რეალური მრავალპარტიულობა ქვეყნის მართვაში. ეს არჩევნები ხომ იმისია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში შეიძლება შემოვიდეს სხვა პოლიტიკური ძალა, მერე წამოვათ საპარლამენტო არჩევნები და იქაც რაღაცნაირად ბალანსი იქნებოდეს და ასე იცვლება დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლებები და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პოზიტიური იყო 1 ოქტომბრის ფაქტი, რომ მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება, ამ პოზიტივს სჭირდება გაგრძელება და გამტკიცება. თუ ახლა 1 ოქტომბერს მშვიდობიანად შეიცვალა და მერე შემდეგ შეცვლაზე ისევ არამშვიდობიანი მეთოდები დასჭირდა ხალხს, ეს არ იქნება არც ქვეყნისთვის სიკეთის მომტანი და არც იმ გუნდისთვის, რომელიც დღეს ხელისუფლებაში.